შენ ძმა მეუბნები ეს ბურგერი რო შეჭამე თელ ტანში დაგაჟრიალა? გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ მე და ჩემი ძმაკაცი დანჩიკა დღეს გამოვავლენთ საუკეთესო ბურგერს McDonald's-ი, KFC, Wendy's-ი. დავიწყოთ ძო? კი. დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ Wendy's-ი. და რა, ესე მივყვეთ Wendy's-ი, KFC, McDonald's-ი. დავაი? დავაი. მიდი. მიდი. აბა მეც გავსინჯოთ ძმა. უკუში დავეკიდრია. კიდრიაკ. ჩემთვის კიდრია. არ მოგწონს? აუ ძალიან ბევრი კეჩუპი აქვს ამას. ეს რომელი იყო? ეს იყო Wendy's-ი. Wendy's-ი აქვს. ჩემთვის ძალიან ბევრი კეჩუპი აქვს. არ მოგვეწონა ეს ცოტა ხმამაღალი თქვა მე. მოდი იცი როგორ ვქნათ? არ გინდა? არა. კაი, იცი რა ქენი? იცი რა მითხარი? მაგას რამდენს დაუწერდი ახლა? 1-იანს, 5-იანს თუ 10-იანს. მაგ სამიდან ერთ-ერთი მითხარი და მე მივიტყვი რას ვფიქრობ აი ამაზე რა. 1. 1? საერთოდ არ მოგეწონა? ხო. იმდე კეჩუპი აქვს და კიდრია კიდე. მეც სხვათა შორის მაგას ვფიქრობ, რომ აი ამ ბურგერს იმდენად ბევრი კეჩუპი აქვს, რომ რა ვიცი, სხვა რაღაცების გემო ფაქტიურად არ იგრძნობა, ხო და მარტო კეჩუპის გემოს გრძნობ რა. ხო, თან შეხედრელი პური აქვს ისა. პური მეტნაკლებად ნორმალურია, მაგრამ მოკლედ რა, ამის მთელი წუნი, მეგობრებო, არის ის, რომ ზედმეტად ბევრი კეჩუპია. თუ მიხვალთ და შეუკვეთავთ ნაკლები კეჩუპით, არ ვიცი შეიძლება მოგეწონოთ კიდეც რა. ეს არის ჩიზბურგერი Wendy's. კაი. აი ეს აქ და გავაგრძელე რა. ეხლა წავედით და ავსინჯავთ KFC-ს, ხო და KFC სხვათა შორის საერთოდ ჰამბურგერებთან ალბათ არ უნდა იყოს კონკურენციაში, იმიტომ რომ ქათამია, მაგრამ მეტნაკლებად როგორც კვების ობიექტი ახლოს არიან ერთმანეთთან რა. დანი, შენ ქათამთან როგორ ხარ ძმა? რა ვიცოდა ცუდად. რა არ გიყვარს? ხო, რა ვიცი. კაი, მიდი გადაიღე და ფასებს რაც შეეხება მოკლედ. ამ სამი ბურგერის ფასი. განსხვავებით აღიც, ანუ ერთი და იგივე ღირს 6 და რაღაც ღირს ყველა ცალკე აღებული როგორც ფასი 6 და რაღაც ალბათ ძალიან ძვირია, მაგრამ ამისთვის, მაგრამ ეს რა? კიტრი მაგ ძალიან ძვირია ფასი და რაღაც, მაგრამ ერთი და იგივე ფასი და მოკლედ მაგაში არ შევადროთ რა იყო. შენ კიტრი საერთოდ არ გიყვარს? არა. კაი, მიდი აბა გასინჯე. მოკლედ, აქაც კიტრი, ამას მაიონეზი. რა? ამას მაიონეზი საერთოდ კეჩუპი საერთოდ არ აქვს. უბრალოდ გადმოიღე შენ კიდე ეს კიტრი. არა, მე მიყვარს კიტრი და ის არის რა ქვია, პური არის საერთოდ, ანუ ეს ანუ დიდი ბურგერები რო არის, იმას რო წერტილები, ეგეთია. ხო, ზევიდან წერტილები აქვს, მაგრამ ანუ იმდენად უხეში პური, აი იშლება მთლიანად. იმის Wendy's-ის პური ბევრად უფრო კარგი ტექსტურის იყო მოკლედ. გავსინჯოთ და ვნახოთ აბა რა. ეგ ვნახოთ მე რა გამოვა. მე აი ის ხელში რომ მიჭირავს იშლება მოკლედ. ვნახოთ აბა. მიდი აბა. მოიცრა. ჩემი როგორია? ანუ აი სახში ქათამს რო შეწვავ, ბარკლებს მოაჭრი, პურში ჩაალაგებ, ყველს დაათებ, აი ეგ არის რა. კაი, მოდი 50 თეთრი ღირს, აი ეს პატარა. მე კიდე ამის პური ვაფშე არ მომეწონა, ვაფშე. ამის პური მომი შეხედე? ანუ იშლება რა. აი. ეს მომისმინე, არ გააგრძელებ მაგის ჭამას? არა, ვეღარ ჭამას. კაი, იქ დარი. რატო ვიჭი? აქ აქ დავაბრუნოთ და იდოს რა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შეჭამს. აუ. დანი, იცი რა მაინტერესებს? სანამ ამ მესამე ბურგერის, ჩიზბურგერის და სინჯვაზე გადავალთ. მე და შენ ახლა აქ მაქსიმუმი რო შევძლოთ. რამდენ გამომწერზე უნდა ავიდეთ თუ ხარ აბა?
მიდი. მოდი 3000 ლაიქს. 3000 ლაიქი. ეკაი ძალიან ბევრია, მაგრამ მოდი გამომწერი მითხარი. რამდენი subscriber-ი უნდა გყავდეს? 50. 50 ძალიან ცოტაა, ბევრი თქვი. კაი. 500 გამოწერ. აუ, 500,000 გამომწერი? ხო. მოკლედ. 500,000 გამომწერზე, მამი, როგორ შეიძლება რომ ავიდაგე სარაჯიშვილის მეტროსთან მოკლედ სტომატოლოგიას სწავლობს ნახევარი აზია. მოდა ეგენი თუ გაერთიანდებიან, მოდი გაიმეორე. აი რასაც გქონდა. იქ უთხარი რა, კამერაში უთხარი. სტუდენტებო იორდანიიდან. სტუდენტებო იორდანიიდან. 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 გაერთიანდით და გამოგვიწერეთ. გაერთიანდით გაერთიანდით და გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. სამი. მოდი, დავай, გავაგრძელებთ. მაგრამ ეს რომელია? ეს არის McDonald's. ხო, ეს McDonald's-ის ბურგერი ზოგადად არის ისედაც ყველაზე აქტუალური. გემრიელი არის, ხო, გასინჯული ჩვენ აქამდე McDonald's-ი გვაქვს. მაგრამ ანუ ჯერ ბოლო გავსინჯე კატლეტის და მომეწონა, მაგრამ ახლა ყველის ვსინჯავ და პირველად არა ოღონდ ისა მერეც გავსინჯე და პირველად გავსინჯე ყველი. პირველად გასჭი ყველი, მაგრამ შენ ყველი ხო გიყვარს? ხო, ახლა შემიყვარდა ის სიწყველიც და ესეც. ის სიწყველის რა? ანუ თეთრი ყველი რო არის. აჰა, გასაგებია. კაი, მოკლედ. ახლა რომელი ხმით? მოდი იცი რა ვქნათ, ეს McDonald's-ის ბურგერიც გავსინჯოთ და ბოლოს შეფასება სამივესი ვთქვათ. კაი, მიდი. აუაბოდა კლებათ ბერია ბერია. სხვათა შორის კეჩუპი ამაშიც არ არის ცოტა. ხორცი ბევრად უფრო რბილია და ამის ყველაზე დიდი პლუსი არის პური. პური აქ ძალიან მაგარი. საერთოდ არ იშლება და აი პლიტივითაა. ხო, აი ხორცი რო არის უბრალოდ რო ეშება. უბრალოდ რო ეშლება და ესეთი რო აი. ანუ კაია. ხო. კაი. ამასაც აქვს კიტრი, აბა მიდი მთლიანად შეჭამე. ვერა. არ მოგწონს შენ ხლა ეგ? კიტრი არ მოგწონს. გაბაში უნდა გადმოვიღო ეს კიტრი. არა აქვს მე მგონი კიტრი, მიდი ახლა. აბა ეს რა? ნახე და თუ შეგხვდება მე გადმოვაგდოთ. მოდი. ვერა. კიტრია. და შენ ისე შეაფასე? ოპა. მოკლედ მეგობრებო. მათი მაინც მაგია. შედარებით ამასთან შედარებით უკეთესია, მაგრამ მთლიანობაში რო ავიღოთ 6.50 გვალობაზე ეს ბურგერიც ის არ არის რაც უნდა იყოს. მაგრამ რა მაინც შეფასება პური ძალიან კარგია დანი. დაასრულე და თუ უკვე გამოიტანე აზრი, აღარ გინდა? კაი, მოკლედ, სამივე გავსინჯეთ. Wendy's-ი, KFC, McDonald's-ი. ეხლა შენ მე მითხარი იმას Wendy's დაუწერე ერთიანი. ხო. მე დაუწერე Wendy's 5. იმიტომ რომ Wendy's-ის პური არის ძალიან კარგი, კეჩუპი ზედმეტად ბევრი აქვს. რატომ დაუწერე 5 კეჩუპი თუ ბევრი აქვს? ხო, მაგრამ პურის ხათრით მამი დაუწერე 5-იანი, ხო. და ნუ მიანობაში ნორმალური დაუწერე, აღარ მახსოვს. ვის? შენ ყველაფერს ერთიანი დაუწერე. ძალიან კრიტიკული შემფასებელი ხარ. არა, ერთიანი ყველა. არა, მაგი ჯერ არ გვითხოვს, მაგრამ Wendy's და KFC-ს დაუწერე ერთიანი. კაი, მოდი ახლა KFC-ზე ვთქვათ. იმას მე ერთიანი, მე 5-იანი, შენ ერთიანი. KFC. რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა, ორი რამე მითხარ. ერთი კიტრი რო აქვს და კიტრი რო აქვს, კაია თუ არ ვარქ? არ ვარქ, მაგრამ აი მაგის ისა, აი პატარა რაღაცები რო აქვს. ზევიდან რო აქვს ეს ხო, და რო იშლება. ანუ პური რო იშლება არ მოგეწონა, კიტრი რო აქვს, ეგ არ მოგეწონა. ხო და ისა ქათმის ხორცი როა? რა? კიტრი. მოკლედ, ჩემი აზრი ესეთია. პური
ის არ არის რაც უნდა იყოს. ჩვენ გვინდოდა? რაც ჩვენ გვინდოდა, პური ეგ არ არის. კეჩუპი ამასაც ზედმეტად ბევრი აქვს. ყველი ერთი და იგივე დევს თითქმის ყველგან. და ეს ხორცი ნუ ქათამია, KFC კაია, მაგრამ მთლიანობაში დიდია. ხო, კი მამა. მთლიანობაში მოკლედ ამას რას უწევში? აბას. აი ამას. აბას უწერ მოდი. კაი იყოს რა თქმა. 10-იანი? ანუ ეს ძალიან მოგეწონა? რავი იყოს ეგრე რა. იყოს ანუ ის ხო არ არის ის მომენტოდა. რეალურად. ანუ მაგის შენთვის კაია. ანუ ეს აიცი რა მომენტოდა? რა? ანუ ესეთი ხორცი რო გამოიყურება. გავიქ. ესე იგი ამას 10-იანი. ხო. შენ ძმა მეუბნები ეს ბურგერი რო შეჭამე თელ ტანში დაგაჟრიალა? ხო. 10-იანი. ხო. კაი. 10-იანი, მე 1-იანი. იმას 1-იანი, 5-იანი მე. მოვიდით მაგზე. მაგი მოდი ჯერ განვიხილოთ რა არის შიგნით. ჩემთვის ცოტა ბევრი კეჩუპი, დანარჩენი ყველაფერი კარგია. პური იდეალური. დანი, შენ რა სიტყვი? მე დავდეს დავწერდი შეფასება ჯერ არ 12000. არა მამა მომისინე 1-იანი, 5-იანი ან 10-იანი, ანუ ცუდი, საშუალო და კარგი. უბრალოდ ჯერ მითხარი რა მოგეწონა აქ და რა არ მოგეწონა მაგდონალდში. ანუ არაფერი არ მომეწონა. საერთოდ არ მოგეწონა მაგდონალდში. ისა ყველაფერი მომეწონა. სულ ყველაფერი მომეწონა. ჰამბურგერში. ხო. ჰამბურგერშიც. ხო, მაგ ბურგერში ცოტა არაფერი არ მომეწონა, მაგრამ ამაში დამოშწრა. კაი, ამას 10. ხო დაუწერე უკვე. აი ამ ბურგერზე რა სიტყვი რამდენი უნდა დაუწერე? 100. 100? 100 არ არის ძმა. 1, 5, 10. უთხარი რამდენს უწევ? მოდი იყოს ამასაც. ამასაც 10. ამას მე დაუწერდი 8-ს მოკლედ რა. რატო? 5-10-ის პრინციპით უნდა შევაფასოთ 10-იანია. კაი ბურგერია. უბრალოდ ცოტა აი ცოტა უკეთესად შეიძლებოდა შევსავება რაოდენობას რა. მაგრამ ჩემგან 10. ეხლა დანი, რა არის გასარკვევი ნახე? კაი, დალი წყალი და გავაგრძელებთ. ეხლა მითხარი დანი, ვენდისმა უპირობოდ წააგო. გავიდა ბოლო ადგილზე. ხო? ეხლა მითხარი KFC-სა და McDonald's შორის რომელი გირჩევნია? მე ჩემი აზრი არის McDonald's, მაგრამ მე არ მომის არა, თუ შენ უფრო მოგეწონა KFC, ჩემს გამო არ თქვა ანუ McDonald's. მე მინდა რომ შენ თქვა ის აზრი, რომელსაც ფიქრობ. KFC თუ McDonald's? მოდი იყოს McDonald's. კაი. ანუ ჩვენი გამარჯვებული ჩიზბურგერი არის McDonald's. ხა. კი, ნამდვილად ეგრეა. უისა მაგის ჭამ ყველაფერს. იმიტომ ცოტა ეხლა რას გამოვიძახეთ, ეგ არის ცოტა არ მომეწონა, იმიტომ ცოტა ბევრი კეჩუპი ქონდა. ხო. მაგრამ აბას ქონდა რომელიც ქონდა ნაკლები ისა კეჩუპი. ნაკლები კეჩუპი ქონდა KFC-ს, მაგრამ იქ პური არ მოგეწონა. ხო, და ისა ნაკლები კეჩუპი. ხო, მოკლედ, საერთო ჯამი არის ესეთი რა. Wendy's-ის ბურგერი არის საშუალო, ხო ეგრეა? საშუალო დონეა. KFC-ის ბურგერი მე საერთოდ არ მომეწონა, დანიელის აზრით. არ ვიცი, ძალიან კარგია, მაგრამ აი პური იშლება, ხელს ვერ მოკიდებ ვერ შეჭამ. ნორმალურად რა თქმა უნდა. და სად დავანახოთ ჩვენ არა დედას არ დავანახოთ. ჩვენი აზრია, შეიძლება თქვენ ძალიან გიყვართ, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ ჩვენს აზრს, ხო ისეა და McDonald's ბურგერი ჩვენ ესე ვფიქრობთ. ჩვენ ესე ვფიქრობთ უბრალოდ. McDonald's-ის ბურგერი მოგეწონება ჩვენს დალექით. კაი, თუ მოეწონება ხალხს დალექით. ჩვენი არჩევანი არის McDonald's-ის ბურგერი. ჩვენ კომენტარებში ნახეთ ზრებით დავდეთ. კაი, კიდე დავდეთ და შენ კომენტარი 500,000-ზე უნდა ავიდეთ. ხო. ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო რა. იმედია 500,000-ზე რო ავალთ, მე გავიხსენებთ ამ ყველაფერს და ბევრი რაღაცაც უფრო დახვეწილი გვექნება. რო გავიზრდებით კიდეც გადავიღებ. რო გავიზრდებით კიდე გადავიღებთ ვიდეოებს და იცი რა უთხარი ამ ხალხს. 500,000-ზე რო ავიდეთ რა უნდა ქნა. გამოიწერო ნახე და ისა დალექო. კაი. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. შემდეგისთვის დღეს იყო ორი
ისა აი აქ გადმოვიდა 2 კიტრია. 2 კიტრია, კი. მამასთან კიდე ისა მამასთან კიდე ძალიან ბევრი რამე დარჩა ტექსტზე. მოკლედ, მეგობრებო. გოგოდი შეკიდე მაგდრას. ამის შემდეგ შაბათ დღეს ყოველ შაბათს მე და დანიელი შეგაწუხებთ და აბა მოვაწყოთ პროგრამას. ხო, შეწუხება ერთგვარი. და მეგობრებო, დაგვიწერეთ თქვენ რომელი ბურგერი მოგწონთ. და ვიც გისა. შემდეგში რა გამოვიძახოთ და რა გავსინჯოთ დანი? შემდეგში რა გამოვიძახოთ და მოდი ესე მოვიქცეთ. ნახე? მოდი YouTube-ში უყურეთ ისა ჩვენი კომენტარებს და გახსენეთ ჩვენი და დაგვიწერონ კომენტარები. მოდი იცი რა კომენტარები დაგვიწერონ? პატარებმა დაგვიწერონ რომელი რა გავსინჯოთ შემდეგი და დიდებმა დაგვიწერონ საიდან გამოვიძახოთ ის რასაც პატარები შეარჩევენ. მოსულა? კაი, მაშინ პატარები შეარჩევენ და ისა დიდები იყიდებენ. კაი ძმაკაც. всё, შევკავეთ. აბა, დროებით მეგობრებო, დაიმშვიდობე დანი და მოვიდეთ. კარგად. რა დავიწყეთ და კიდე ადექი. всё, ეხლა დავუწყოთ მართლა. კაი. ეხლა ისა კიდე არ ადგენ. всё, დავიწყოთ ზა. ხო იცი კამერა სად უნდა ხო, აი. სად აბა? აი პარკი. ხო, პარკი გვაქვს მიკროლიმატ.